26 მილიარდი ტრანზისტორი ერთ ჩიპშია ჩალაგებული. დღეს მინდა გაჩვენოთ რა დევს პროცესორის შიგნით, როცა კამერას საკმარისად ახლოს მივიტანთ. დედაპლატაზე პროცესორი პატარა ლითონის კვადრატია, სახურავის ქვეშ კი ფრჩხილის ოდენა სილიციუმის ფირფიტაა. სწორედ ამ ფირფიტაზე ზის ყველა ის ტრანზისტორი თითოეული იმდენად წვრილი, რომ თმის ერთი ღერის სისქეზე 1000-ზე მეტი ჩაეტევა. ზემოდან რომ შევხედოთ, ფირფიტა ქალაქის რუკას ჰგავს, სადაც ყველა უბანს თავისი საქმე აქვს. 24 ბირთვი გამოთვლებს, ასრულებს და ერთმანეთში ინაწილებს. გრაფიკული ნაწილი თამაშების სურათს ხატავს, სპეციალური ბლოკი კი ვიდეოს გუმშავს და შლის. მეხსიერების კონტროლერი მონაცემებს ოპერატიულ მეხსიერებამდე და უკან ატარებს. ერთი უბანი მონიტორებს უკავშირდება, მეორე კი ვიდეო ბარათსა და დისკებს. ერთ ბირთვში რომ შევიხედოთ, იქ არითმეტიკული ბლოკი ზის ჩვეულებრივი კალკულატორებით. მის გვერდით კი ქეშია ყველაზე სწრაფი მეხსიერება, სადაც ხშირად საჭირო მონაცემები ხელთ არის. კიდევ უფრო ღრმად თავად ტრანზისტორები ჩანს ყველაზე ქვედა ფენაზე. მათ ზემოთ კი ათეულობით ფენად დაწყობილი მიკროსკოპული მავთულებია. ესაა ის უხილავი ქალაქი, რომელიც ყოველ ჯერზე ამუშავდება, როცა კომპიუტერს ჩართავთ.